სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ჩვენთან არის მე. დიდება და მადლობა მერს ყველაფერისთვის გასაცდელ გვიგზავნის. განსაცდელს რომელსაც გვიგზავნის ჩვენი სიმტკიცისათვის. ღვთისადმი სასურვების გამრავლებისათვის, ჩვენი გონიერებისათვის. და რომ ყველაფერი თვითგვეძლევა და ყველაფერი ჩვენი უმჯობესი სულიერი მდგომარეობისთვის არის დაშვებული ღვთისაგან. როცა ადამიანს განსაცდელი არ გონია, რომ ყველაფერი ისი, ასე ვთქვათ, ნიჭიერებით, ხელმარჯვეობით, მოხერხებულობით ეძლევა. და მე თავს იმალებს და ღვთისთვის ადგილი აღარჩება მის გულსა და გონებაში. ხოლო განსაცდელი ადამიანს ამდაბლებს და ანახებს, რომ ისიც ჩვეულებრივი მოკდავია თავის შეცდომებითა და სიკეთით. გვახსოვს ხო? ძველი აღთქმიდან დავით წინასწარმეტყველი, სოლომონ ბრძენი მეფე. ისინიც დაესწრა კაცობრირი ესეთი განჟით, ხალმოწონებით. თავი აიმალეს და შემდეგ უკვე გონიერგნილნი სხვანაირად ცხოვრობენ. ზოგმა შეძლო ეს, ზოგმა ვერ შეძლო. ჩვენს განსაცდელით უფალი გვასწავლის, რომ მისი სიყვარული ჩვენს მიმართ არის უზომოდ დიდი და რომ როგორც უძღების შვილი, ისე ვართ ჩვენ ყველანი. ვწოდავთ და შემდეგ ესეთი შეცდომები დამძიმებულები უფალთან მივდივართ. ზოგს ეშინია ეშმაკისაგან მოტყუებულს, რომ რცხვენია როგორ უთხრას აღსარებაში და როგორ მოიქცეს. მაგრამ ღმერთი ამის გასაქარწყლებელ მაგალითებსაც ბევრს გვაძლევს და გვიჩვენს. საკითხით უძველი აღთქმიდან თუ ახალი აღთქმიდან მოყოლებული. ჩვენ ხშირად გვესმის უფალს მართალნი უყვარს და ცოდვილთა სხალობს. პატროქიო მდივარი არ ჩაართოს და ლერწამი გაზნექილი არ დაამტვიოს. ეს ჩვენ ადამიანებს ზიანად თქვა. არ არისო კაცი, რომელიც ცხონდეს და არ ასწოდოს. დღეს სენება არის ნიფონტის ეპისკოპოსისა, კვიპრელი ეპისკოპოსისა, რომელიც ბავშვობაში, აი ჩვენი პატარები რო არიან, იმას აქედან მოყოლებული, ეკლესიაში დადიოდა უყვარდა სახურებაზე ყოფნა. კითხვა რო გაიზარდა, მერე არასწორი ცხოვრებით დაიწყო ცხოვრება. და დიდი ხანი იყო თავის ამ დაცემულ სულიერ მდგომარეობაში. მაგრამ ყველაზე მთავარი ამ დროს მისთვის იყო შიში იმისა, რომ ღმერთი მას არ შეუნდოდა და არ აპატიებდა. და როგორც კი ამ ფიქრს გაიგებდა, იმ წუთას ისევ მიდიოდა და ცოდით ეცემოდა. მოკლედ ეს იყო მისი ცხოვრების ჯოჯოხეთური ნაწილი. იმიტომ რომ თითქოს ერთი მხარე გონებისა ევნებოდა ღმერთთან მისვლას და მის სიყვარულს ახსენებდა, ხოლო მეორე კი აშფოთებდა და აშინებდა, რომ ღმერთი არ გაპატიებს, არ შეგინებს. და ბოლოს ახლა ერთი ამხანაგი შეხვდა და გაკვირვებული უყურებს და გაუკვირდა ნიფონტის და ეკითხება, რატომ ეყურებ ესე გაკვირვებული. ასეთი მე შენ არასოდეს არ მახსოვ ხარ, არ მინახი ხარ და როგორ გაშავებული ხარ როგორც ეთიოპიელი. ეთიოპიელი სინონიმი არის ცოდვისა და ეშმაკის სინონიმი. და შეზრწონდა ნიფონტი და დაფიქრდა, რომ ეს მართლაც როგორი სულიერი სიმძიმე აქვს, რომ აი ესე თავისი მეგობარი, უახლოესი მეგობარი ასეთად აღიქოს მას. სახარებიდან ხო გვახსოვს და ვიცით, რომ თუ თვალი შენი ბნელი არის, ესე იგი შინაგანია ბნელი. ხოლო თვალი თუ ნათელია, ესე იგი ნათელია გული და გონება შენი. ესე იგი თვალი ადამიანისათვის არის სარკე, ეს სარკე მარტო პირის სახეს ხორცელს კი არ აჩვენებს, არამედ შინაგან მდგომარეობას გადმოსცემს ადამიანისას.
და ბევრჯერ გვითხოვს არა ადამიანებს, რომ რისხანე გამოხდება აქან, მობიერია მისი თვალი, ან თვალი იცინეს, შეიძლება სახე არ იყოს ესეთი, მაგრამ თვალი ყოველთვის აღიმებული არის. ესე იგი, შინაგანი მდგომარეობა ადამიანისა არის საცნაური მისი თვალით. და ეს ნათელი თვალი, ნათელ შინაგან მდგომარეობას გულისხმობს. მოკლედ შეწუხდა ძალიან ნიფონტი და მთელი ღამე თავის ოთახში, საცხოვრებელ ოთახში ჩაიკეტა და დაიწყო ტირილი და გოდება. გოდებს და თავის წოდებს დედაფთიშობელს ეუბნება. თან გულწრფელად, თან მთელი შინაგანი განცდით თავისი შეცდომებისა ამას ლოცვებში ეუბნება. გადის საკმაოდ დიდი დრო და აღესრულება სასწაული. ღვთისმშობლის სახე არა ამქვეყნიური, არა ბუნებრივი ნათლით განათდება და გაიღებობს ღვთისმშობლის ხატი. მიეცემა დიდი ძალა იმედისა, რომ ესე იგი ღვთისმშობელი მას აი ესეთ იმედის ნიშანს აძლევს. დგება ასეთი შემართული მიდის ტაძარში აღოს ახსარებას და ეზიარება. მაგრამ რა თქმა უნდა, ეხლა ცოდვა ესეთი მარტივი მოსაშორებელი არ არის, არა? ადამიანი, რომელიც წლებია თავის შინაგან მდგომარეობას სულიერს არ აქცევს ყურადღებას, მაგრამ რაღაცა დრო დაუდგება და მერე იწყებს ჩაფიქრებას თუ როგორი არის მისი მდგომარეობა სულიერი, უნდა განთავისუფლება, მაგრამ ეს ძველი ჩვევა ნათქვამია, ხო? რძეზე უწესიაო არ ანებებს თავს. ასევე ნიფონტიც. როცა რომ დაეცემოდა და როცა რომ ვთქვათ, ცოდვას ჩაიდენდა, ღვთისმშობლის ხატი პირსი ბრუნებდა მისგან. ხოლო როცა რომ გულწრფელ აღსარებას ამბობდა, ღვთისმშობლის ხატი ისევ არა ბუნებრივი, არა ამქვეყნიური ნათლით გავწმინდებოდა და იმედს აძლევდა. მოკლედ ეს ესე გრძელდებოდა. ეცემოდა, მიდიოდა აღსარებას ამბობდა, კიდევ ეცემოდა, კიდევ აღსარებას ამბობდა. და ბოლოს გადაწყვიტა ნიფონტიმ, რომ აღკვეცილიყო მონაზვნად, რომ უფრო სრულად და უფრო დიდხანს ყოფილიყო იმ მართან მდგომარეობაში, სულიერ მდგომარეობაში, რომლის წყალობითაც ღვთისმშობლის ხატი მას ნიშანს აძლევდა და იმედს, რომ მისი ღვთაებრივი ძე ქრისტე მას ყველაფერს შეუძლობდა, თუ კი იგი იქნებოდა გულწრფელი თავის სინამდვილეში. მართლაც მიდის და აღიკვეცება მონაზვნად და დაიწყებს განხილვებით ცხოვრებას და ღვაწლს, მაგრამ უფრო მეტი ღვაწლი უნდა და იწყებს წმინდა ადგილების მოლოცვას. და ერთ-ერთი მოლოცვის დროს იერუსალიმში ჩასული მას გადაუწყვეტავენ, რომ უნდა აკურთხონ ეპისკოპოსად. საოცარია, ხო? ალბათ ვიღაცა იყო და აბა ეგ ნიფონტი ის არ არის, ესე და ესე რას წოდავდა. და გაუხსენებდა. სახარებაში ჩვენ ხო გვახსოვს, მაცხოვარი თავის სოფელში რომ მივიდა, თავის საცხოვრებელ ადგილას რომ მივიდა, გამოვიდნენ სოფლელები და იცნეს და ერთი მეორეს ეუბნებიან. ამან რა უნდა გვასწავლოს ეს? ხურო რომ არის იოსები, მისი შვილი არ არის და მარია, მის და მისი ძმები ესენი არ არიან და არ ენდობენ მაცხოვრის სიტყვას. ისე არის ადამიანის. იხსენებენ წარსულს, არ ახსენდებათ ღვთის მოწყალება. გონიათ, რომ მხოლოდ მათი სიტყვა და ფიქრი არის მართებული. და ამიტომაც ძვირად მახსოვრობით ისინი თავისავე სულს უკან დასცემენ სულიერი განვითარების გზაზე. და როდესაც რო ეპისკოპოსად მოხდება მისი ხელდასხმა, მას წინასწარ ეუწყება, რომ სამ დღეში გარდაიცვალა და მართლაც სამი დღის მერე გარდაიცვალა. საოცარია ღვთისა მოწყალება და ღვთის მიმართ მადლიერი ადამიანის ცხოვრება. საოცარი ცხოვრებით იცხოვრა და ერთი მთავარი რაც მას აღკვებდა იყო შიში იმისა, რომ ღმერთი მას არ შეუნდობა. ისეა დღეს ხო აი არ ხდება რაღაცა ვიღაცა პოზიცია, ვიღაცა ოპოზიცია, ერთი მეორეს თქვათ განიკითხავს, მეორენი უშორი სიტყვით ლაპარაკობენ, მაგრამ ეკლესია ზუსტად არის ის ადგილი, სადაც ჩვენ ყველასთვის ლოცულობთ. შეიძლება სახელებიც არ ვიცით, შეიძლება კი არა არც ვიცით ხო ყველას სახელი.
მაგრამ ვამბობთ, ჩვენ ლოცვაში კონდაქში ესეთი რამ წერია. აკურთხე მეუფეო მოყარენიცა ჩვენი და მოძულენიცა ჩვენი. რატო? იმიტომ რომ სახარებაში წერია უფალმა ვიანდერზე მოციქულებმა გვასწავლეს თავისი ცხოვრების წესით. აკურთხებდით მაწრავართა თქვენთა და კეთილსა უყოფდით თქვენს მდევნელებს. ჩვენგან კეთილი რა არის? ახლა ალბათ ვიღაცა იფიქრებს, როგორ უნდა გავაკეთოთ კეთილისაგან, ხო მათთვის ვინც აი ესე ცუდად გვექცევა. არც არაფერი, მამები ამბობენ, თუ არ შეგიძლია რომ შეუნდო, მაშინ ხმამაღლა მაინც მოილაპარაკებ. თუ არც ეს არ შეგიძლია, მაშინ შედი შენს სახლში, ოთახში. ჩაიგეთე და იქ თქვათ ლოცვა წაიკითხე შენთვის. თუ ესეც არ შეგიძლია, მაშინ ეცადო რომ ბოროტი საქმე არ გააკეთო. ანუ ყველას თავისი სულიერი შეძლებისამებრ მიეცემა ვაძლი, რომლითაც განაისროს სხვა გადაარჩენს. ვერავინ ვერ გადაარჩენს თავის სულზე ზრუნვა თუ არ დაიწყო. და საზომი სულზე ზრუნვის დაწყებისა თუ აი ამ ზრუნვის გაგრძობისა და სანუკვარ საბოლოო შედეგამდე მისვლისა. საზომი რა არის? ცნება, როგორც უფალმა თქვა. ვინც ბევრს ლაპარაკობს, ის ბევრ შეცდომას უშვებს. ერთი წმინდა მამა ამბობს, ბევრჯერ ვინანე ლაპარაკისთვის, მაგრამ მარასოდეს არ ვინანია დუმარებისთვის. ეს დუმარება საკუთარ თავზე ჩაფიქრებისა და ჩაღრმავების საკუთარი შინაგანის კარგად გაჩხრიკისა და გამოძიებისათვის არის მამებისაგან ნათქვამი და რჩევა მოცემული ჩვენზე. ვისაც შეუძლია პირველ რიგში თავის თავი დაინახოს, მან კეთილად იღვაწა, რომ თავისი სული გადაარჩენოს. სახარება კიდევ გვეუბნება, ნუ დაუჯერებთ იმათ, რომლებიც იტყვიან, აი აქ არის ქრისტე და აი აქ არის ქრისტე. და ბევრი მაგალითი მოხავს. გახსოვთ ხომ, ერთი გამოვიდა წინამძღვარი იყო, ბევრი გაიყოლა უდაბნოში, მოკვდა მათი წინამძღვარი და ის ხალხი საერთოდ დაიბრუნდა. ხოლო ქრისტე მიქადაგა პირველ საუკუნეებში. დღესაც ქრისტეს მიმდევრები რით სოწყობთ და რით ვტკიცდებით, ძლიერდებით, ცნებით, რომელსაც ცდილობთ, რომ შევასრულოთ, აღვასრულოთ. რადგანაც მოციქული ამბობს, არა მსმენელი ცხონდება ცნებისა, ანუ ცნების მოსმენით კი არ ცხონდება ადამიანი, არამედ მისი დამცველი და მისი შემსრულებელი. რაც დღეს განსაცდელები გვაქვს ჩვენ ყველას, ერთისთვის არის ღვთისგან დაშორება. რომ ვინც ეკლესიაში დადის და ვინც აღსარებას ამბობს და ვინც ეზიარება, დაფიქრდეს კიდევ და საკუთარ სულზე იზრუნოს, რომ ააშენოს თავისი შინაგანი. რადგანაც ვინც თავის შინაგანს აშენებს, იგი ზრუნავს სხვაზეც. არ იქნება გამკითხველი და მაგალითის მოცემი იქნება თუ როგორ უნდა შეუნდოს. რა თქმა უნდა ძნელი ადვილი არ არის. როდესაც ხორციელი ბნება და ეს ჟინი სულული გაკითხვისა და თავის აღმოჩენისა, რომ მე ყველაზე მართალი ვარ, იბრძვის და ებრძვის ადამიანს. მაგრამ უფალი ამბობს. უფალი არის შურის მაძიებელი. ყველას მოკითხავს, ვისაც ბევრი მიეცა, ბევრს მოკითხავს, იმიტომ რომ მათ ბევრის მქონებოდ პასუხისმგებლობას ბევრი აქვს. ხოლო ჩვენ ნამდვილად ბევრი მივიღეთ, რადგან ვიწოდებით ქრისტეს მიმდევრებად, ქრისტიანებად, თან მართალ აღსარებლად, ქრისტეს ცნებებით. ესე იგი, ჩვენი პასუხისმგებლობა კიდევ უფრო დიდი არის. ამიტომაც დავშვიდეთ უნდა, ლოცვა შევძლოთ და ღმერთი მიხედავს. შეისმენს რა მართლისა ლოცვას აუცილებლად მოგცემს იმ სათხოვარს, რომელსაც ვევედრებით. რა არის ჩვენი სათხოვარი? ერი დავშვიდდეს და გახდეს მადლიერი. რა თქმა უნდა, ეს მარტო გარეშე ლოცვით არ ხდება. მათზე ვისაც ლოცულობთ, მათი სურვილი და მათი მონდომება უნდა იყოს, თორე სხვანაირად ღმერთი არ დაეხმარება იმას, ვისაც ამისი სურვილი ნება არ აქვს. ხოლო ეს თავისუფალი ნება ღვთისგან ჯილდოა მოცემული, რომლითაც ადამიანმა უნდა შეძლოს თავისი პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულება ღმერთს აქვს. რით ცნებისადმი ერთგულებით და ძალისებრ მისისა ამ ცნების მსახურებით. ღმერთს ვთხოვთ, რომ ჩვენს ქვეყანას მისცეს მშვიდობა. ღმერთს ვთხოვთ, რომ ღვთის სამართალი იყოს ყოველთვის
გამარჯვებული და აღმატებული სხვა დამარჩენზე. მაგრამ ამისათვის ნიადაგი ჩვენ ვართ, სადაც კეთილი მარცვალი დაეცა, დაითესა თესლი კეთილი, აღმოცენდა ჩვენი რწმენა სარწმუნოება და ამ სარწმუნოებით უნდა ღმერთს ვარწმუნოთ და ვინ ჩვენს გარშემო დგას, რომ ქრისტიანობა, მართლმადიდებლობა აღმატებული რელიგიაა სხვასთან შედარებით. მერე იწყებენ ათას მოგონილ, ასე ვთქვათ, ამაოდ ბრძნობას. ყველა ჯულის მცოდნე და ჯუნის კანონისტია. ყველა იძახის, რომ თურმე მუცელზე გამავალი ხდება შობა 25 ჩვენოვით სასწაულ თუშეთში. ეკლესიამ რას დაგვიტოვა და ჩვენმა წინაპარმა როგორადაც თქვა, მისაღები არის ჩვენთვის ის. ვიღაცა იტყვის გესმით ბოლომდე ერთმა ცნობილმა მეცნიერმა. ესე იგი, როდესაც ალბათ მაშინაც იყო ესეთი დავა, აინშტაინი. თქვა, ესე იგი, ბიბლიაში ის რო წერებული იყო, ვეშაპმა იონა გადაყლაპა კი არა, იონამ გადაყლაპა ვეშაპი, იმასაც კი დავიჯერებდია. რაც რომ წერია, ჩვენ იმაზე მეტი მოწმობა სამუთი არ გჭირდება. ერი მემურში ეძებს სასწაულს. ჩვენთვის სასწაული საკმარისია ის, რომ ვარსებთ. იმ ენაზე ვმეტყველებთ, რომელ ენაზე ჩვენი წინაპარი და ცხოვრობთ იმ ადგილზე, სადაც რო ცხოვრობთ. ის რომ ზეამოდის და გვეძლევა საშუალება კიდევ რომ რაღაცა სიკეთე გავაკეთოთ. ის რომ ღარდება, რომ გვეძლევა საშუალება ვილოცოთ, რომ მშვიდობიანად დავასრულოთ ღამე და მშვიდობიანი დილა მოგმოს. ეს ყველაფერი ვითარი მოსაგნო. ვერც გონება ჩასდება და ვერც ვერანაირი სიტყვა აღწერს ღვთისა დიდებასა და მადლიერებას. ამიტომ ჩვენი ერთადერთი რაც რომ გვევალება, ვიყოთ ღვთის ცნების მიმდევარნი და მორჩილნი. ძალისეებ ჩვენისა. არავის არ მოსთხოვენ, რომ დღეს 21 საუკუნეში ძველი მამების მსგავსად მეუდაბნოეთა ღვაწლი იფირთო. არა, მაგრამ მამები გვანუგეშებენ. დღევანდელი ქრისტიანების მცდელობაც კი გატოლებული არის მეუდაბნოე მამების ღვაწლს. ესე იგი, ქრისტიანობა ვიწროდ სავალი გზაბელიკია, მაგრამ მადლით სავსე. და ეს მადლმოსილება ღვთით მოგვეცა, რადგან უკვე მოგვეცა თუ მემდევნოს თქვენს გდებიან. და არ არის მოწაფისათვის იმაზე აღმატებული, რომ თავის მასწავლებელს მიემსგავსოს. და როგორც მისი მოწაფე რჩეული თავისი ცხოვრებით ემსგავსება მასწავლებელს, მოციქულთა ცხოვრებაც ამას გვიმტკიცებს. პეტრემ ითხოვა ჯვარცმას, ჩემი მასწავლებლისა, მოძღვრისა, მომცეთ. თავდახირა დავკიდეთ. და ბევრი წმინდანი არის, რომელიც აი ამ ქრისტეს მოწამეობისათვის ცხოვრებასაც არ ეშორებს. ეგნატე ღმერთშემოსილის ხსენება იყო ახლა. ეს ის ბავშვია ეგნატე, რომელიც უფალმას თქვა, რომ აი ამ ბავშვებით თუ არ იქნებით სასოფლოს ვერ დაიმკვიდრა. გაიზარდა. გახდა საეკლესიო მამა, დიდი მამა და ქადაგებელი ქრისტესი. დაიჭერეს და რომში მითხოვ, შეწუხდა მრევლი, გზადაგზა ხვდებიან, ეფერებიან ამას. სიყვარულს გამოხატა. ბოლოს დაწერა ეგნატემ ეპისტოლე, წერილი და თავის მლოცვალ და ერთგულ და მოყვარულ ადამიანებს მისწერა. მახარებს თქვენი ჩემდვამი სიყვარული, მაგრამ მეშინია, რომ თქვენმა სიყვარულმა საფრთხო მადლს ქრისტეს სახელისათვის მოწამეობას არ დაამაყოს. რადგან ეს არის ჯილდო აი იმ შრომა ღვაწლისათვის, რომელიც მან გასცია. მიხავთ კოლიზეუმში და გახელებულ ნადირებს შეუდგეს დასაგლეჯად და ამბობს იცოდეთ, მე არა დანაშაულისათვის ვისჯები, ანუ მომიყვანეს აქ, არამედ იმისათვის, რომ ქრისტე მიყვარს და გზად როცა მოდიოდა, მცველები ეკითხებიან, რატო ემეორე ქრისტეს გამომგებით. პასუხობს, რადგან ვინც აკყავს გულში, მის სახელს ყოველთვის და ყოველდღე გაიმეორე. მე ვარ მარცვალი ხორბლისა, რომელიც ლომთაყბებით დავიფხვები და აღმოაცენებ მადლს და ნაყოფს კეთილს მრავალთათვის. და მართლაც, როდესაც ლომებმა მოაგვდინეს და აგლიჯეს ეგნატე მორჩემოსილი,
ტარვალებმა გული, რომელიც ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, ამოიღეს, გადაჭრეს შუაზე და ნახეს. ერთ მხარეს ეწერა იესო და მეორე მხარეს ეწერა ქრისტე. იესო ქრისტე, შემწე და მფარველი ჩვენი, იყოს ჩვენი მაკუთრებელი აზროვნისამდე ამინ ჩვენთან ერთად. სადღესასწაულო სახურება დაიწყება ხვალ როშაბათს საღამოს 10 საათზე. ამის თერა. იოცავთ დამდეგ დღესასწაულს.